მოგესალმებით პირველ რიგში მინდა თქვენი სახით და იმ ხალხისთვისაც ვინც აქ არ არის, მაგრამ თქვენი კოლეგები არიან, გამოვთქვა გულწრფელი მადლობა იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტების დიდი ნაწილი დარწმუნებული ვარ თქვენი წარმომადგენლები, თუ თქვენ პირადად არა, იყავით დვანსა და დიცში ჩვენს თანამოქალაქეებთან უბრალოდ სამოქალაქო სოლიდარობის გამოსახატავად თუნდაც და პლუს რა თქმა უნდა თქვენ ადგილზე ნახეთ სიტუაცია, რომელიც არის ყოველთ აღმაშფოთებელი და რომელიც სამწუხაროდ დაუსჯელად ვითარდება. თავისი ინერცია აქვს უკვე და აქ ჩვენი ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო ვერაფერს ვერ აკეთებს, რომ წინ აღუდგეს ადამიანების კარმიდამოს ესე თვალწინ 21 საუკუნეში გაყოფას, ხალხისთვის წინაპრების საფლავების წართმევას, სალოცავი ადგილების ჩამორთმევას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რო აღარ ვთქვათ არაფერი სარჩოსაბადებლის უბრალოდ გამორიცხვაზე, წაგლეჯვაზე, გლეხისთვის, ვინც სწორედ თავისი მიწით მოიწევს თავის ჭირნახულს და საზრდოობს, ასარდოებს თავის თავს, თავის ოჯახს ამით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ჟურნალისტს, ვინც ჩავიდა, ეს იყო სამოქალაქო პოზიციის ძალიან ნათელი მაგალითი და კარგი იქნება თუ ამ თემას არ მოადუნებთ, არ რაღაცნაირად არ მისცემთ ტემპერატურას ჩამოწევის საშუალებას, იმიტომ რომ ეს რაც ხდება ახლა დვანსა და დიცში არის იმ უნიათო პოლიტიკის ბუნებრივი რეზულტატი, რომელსაც ატარებს ახალი ხელისუფლება, ახალი პირობითად ერთი წლის ხელისუფლება, ასე ვთქვათ, მათ როგორც ვიცით, შეიმუშავეს რაღაც ახალი ტიპის ურთიერთობა რუსეთთან, ფაქტიურად მოუხსნეს რუსეთს მთლიანად საერთაშორისო წნეხი, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ერთი წლის განმავლობაში უკვე არსად საქართველოს მხარდასაჭერი და დეოკუპაციის საწინააღმდეგო რეზოლუცია არც ერთ დიდ ორგანიზაციაში აღარ მიღებულა, აღარ დაძრულა ჩვენი ინიციატივით და ჩვენმა მოკავშირეებმა თავისუფალი სამყაროდან უბრალოდ თავისი რადარიდან მოხსნეს საქართველო, იმიტომ რომ თვითონ საქართველო თავისი ხელისუფლებიდან გამომდინარე ხმას არ იღებს ამ თავის პრობლემებზე. რუსეთთან ურთიერთობის დათმობა და დატკბობა სწორედ მაშინ დაიწყება, როდესაც საქართველო გავა სამშვიდობოს, როდესაც ჩვენ შევალთ ნატოში, როდესაც ჩვენ გავხდებით საერთაშორისო უსაფრთხოების ამ ყველაზე ეფექტური მექანიზმის ნაწილი. მანამდე რუსეთი რაც უფრო დაუთმობთ, რაც უფრო თავს დაუხრით, მით უფრო ეცდება რომ დაგვამციროს, დაგვაშინოს, დაგვაშანტაჟოს. ეხლა ამის მოწმეები ვართ. ის რაც ხდება დიცში არის რეზულტატი ახალი პოლიტიკისა რუსეთთან. ეს არის ყოველთ უნიათო პოლიტიკა, ყოველთ უცხოირპირო და მე მგონი გვიან, მაგრამ გამოფხიზლებას ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი მინისტრის განცხადებებიდან მოვისმინე რომ აქვს ადგილი იმ ელემენტარული ჭეშმარიტების დანახვას, რომ რუსეთთან ურთიერთობის ერთადერთი სწორი გზა არის მასზე საერთაშორისო წნეხის გაგრძელება და გაძლიერება. რუსეთი დიდი ქვეყანაა, არადემოკრატიული ქვეყანაა, ჩვენ ვართ შედარებით პატარა ქვეყანა, თუმცა ევროპული მასშტაბით არა ვართ პატარა ქვეყანა, მაგრამ რუსეთთან შედარებით, რომელიც სოფლიოში ყველაზე დიდ ტერიტორია უჭირავს. გვჭირდება, აუცილებლად გვჭირდება პარტნიორები თავისუფალი სამყაროდან და ამიტომ მათი ამ პროცესიდან გაწევა უცხოელი პარტნიორების ამ პროცესიდან გათიშვა არის სასიკვდილო შეცდომა და ამის რეზულტატია დვანი, დიცი და ყველაფერი კიდე რაც მოხდება. მეორე ნაწილიდან გიპასუხებ, პირველ რიგში ეს რაც ხდება ახლა მეტი ზეწოლა და მეტი პრესი არის სწორედ იმის ბრალი, რომ საზღვარგარეთიდან რუსეთს მოეხსნა წნეხი, მოეხსნა ზეწოლა, მოეხსნა კრიტიკა და ეს პრობლემა რუსეთმა ჩათვალა, რომ უკვე მხოლოდ მისი პრობლემაა, მხოლოდ ჩვენი პრობლემაა და მაქსიმალურად ცდილობს დაგვიმორჩილოს, რომ წაგვართვას ნება, წაგვართვას მხნეობა და საბოლოოდ ჩვენი პირით, ჩვენი ხელით და ჩვენი რენეგატი პოლიტიკოსების
ხელით ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ბრძოლაში წინააღმდეგობის გაწევა და ჩვენ უნდა დავნებდეთ. ეს არის სრული სიბეცე პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ ესე არ არის. რუსეთი ამას ვერ ბედავდა, მაგრამ მეორე მხრივ ის რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ასევე სიმართლისგან ძალიან შორს არის, იმიტომ რომ რუსეთი დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისას ცდილობს მის დაქუცმაცებას. ეს წინა ხელისუფლების პირობებში არ დაწყებულა, ეს დაიწყო პირველი პრეზიდენტი გამსახურდიას პერიოდიდან, როგორც კი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იმ მომენტიდან რუსეთი ცდილობს შექმნას დაძაბულების კერები რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, კარგად ვიცით, ეს დაიწყო ჯერ ცხინვალში, შემდეგ ამან მიიღო სამოქალაქო ომის ფორმა, სადაც რუსები მოწინააღმდეგე ორივე მხარეს თავისი იარაღით აიარაღებდნენ, ეს დღესავით ნათელია, შემდეგ ამან მიიღო აფხაზეთის ომის ფორმა, შემდეგ გაგრძელდა და მივედით იქამდე, სადაც ვართ. რუსეთს თვითონ საუბედუროდ აქვს ესეთი პოლიტიკური კონცეფცია, იმიტომ კი არა რომ ვთქვათ ვერ იტანს ქართველებს, არა. რუსეთში ბევრი ადამიანია, ვინც ამ კონცეფციას მხარს უჭერს, როგორც რაღაც პრაგმატულს და კარგს რუსეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქართველი მეგობრებიც ყავდეს, ეს არ უნდა აგვერიოს. რუსეთს აქვს იძულებული იდეის თვითონ საქართველოს დამოუკიდებლობის, რატომ? ის თulis რომ რაც უფრო დაშლილი და რაც უფრო არეული საზღვრები ექნება მის განაპირა სახელმწიფოებს, ის მეტად შეძლებს ამ ქვეყნების პოლიტიკის წარმართვას საკუთარი ინტერესების გამო. მანიპულირებას ჩვენი პოლიტიკის მეტად შეძლებს. ეს არის მათი პოლიტიკური კონცეფცია იმისათვის, რომ მათი ხედვით რუსეთი იყოს დაცული, მათ უნდა კონდეთ, რაც შეიძლება სუსტი ყავდეთ, რაც შეიძლება სუსტი და მანიპულირებადი მეზობლები. ეს არის ძველი პოლიტიკური დოქტრინა, რომელსაც საგარეო პოლიტიკაში დღესაც ანხორციელებს დღევანდელი პუტინის რუსეთი. ეს გახლავთ იმპერიული აზროვნების ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, აი პოლიტოლოგიის პირველ კურსზე, ვინც სწავლობს იმპერიალიზმს, თუ აგიღიათ რომელიმე ეს კურსი, ან თუ არ აგიღიათ, შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ, სილაბუსები იქ არის. ერთ-ერთი ანაბანა იმპერიალისტური პოლიტიკის არის ის, რომ გარშემო მეზობელ სახელმწიფოებში აფათურო ხელი მათ პოლიტიკაში და შეძლო მათი მაქსიმალურად დასუსტება და შემდეგ თუ მოახერხე შემოერთება. აი ეს არის დღეს რასაც აკეთებს რუსეთი. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ გვაქვს ერთადერთი ძალა, ეს არის საგარეო პოლიტიკა და ეს არის საერთაშორისო სამართალი. თუ ამაზე ვარს ვიტყვით, ყველაფერი დამთავრებულია. ამიტომ ეს მცდარი პოლიტიკა, რომელიც აირჩია ქართულმა ხელისუფლებამ, დროზე უნდა გადავიდეს გვერდზე და გაგრძელდეს ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც ანხორციელებდა წინა ხელისუფლება და ამდენად ეს ყველაფერი შეიძლება შეჩერდეს და შეიძლება არა მხოლოდ დაპაუზდეს, არამედ საერთოდ შეწყდეს. დეოკუპაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს აუცილებლად მოხდება. რუსეთი ნახევარი ევროპიდან გამოვიდა და მას ბერლინი ჰქონდა გაყოფილი არათუ დვანი და დიცი, ასე რომ აუცილებლად ამას ყველანი მოვესწრებით, მაგრამ ეს თავისით არ მოხდება, ამას უნდა სერიოზული კომპეტენტური შრომა. ძალიან უცნაურია, საერთოდ უცნაურია პრემიერ-მინისტრის სურვილი, რომ საერთოდ არსად არიაროს. მისი ვიზიტები იყო მინიმალური, ფაქტიურად საქართველოში ჩამოდიოდა ასევე ძალიან ცოტა ლიდერი ბოლო 1 წლის განმავლობაში თავისუფალი სამყაროსი და ჩვენი მოკავშირე ქვეყნებისა, ფაქტიურად არ ჩამოსულა არც ერთი საგარეო მინისტრი, ასე ვთქვათ, თიძე ჩამოსათვლელი, თუ იმე ჩამოსულა და მე ვერ ვიხსენებ. ასე რომ საგარეო პლანი ჩავარდნილია. ამით მე არ გამოვხატა უპატივცემულობას ჩვენი პროფესიონალი დიპლომატების მიმართ, სულ არა, ისინი იქცევიან იმ დირექტივების შესაბამისად, რომელსაც იღებენ, მაგრამ იღებენ ძალიან არასწორ დირექტივებს. ამიტომ
საგარეო ხალხში არის სერიოზული ჩავარდნა ეხლა და ეს არის სასტრაფოდ შესაძლებელი რადიკალურად. თუ გვინდა ჩვენ რომ მთლიანად არ დავკარგოთ თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა და არ აღმოჩნდეთ ამ მტაცებლის პირდაპირ ერთ-ერთზე. იცით რაც გეტყვით, ის იქნება რაც იქნება, მარჩილობა საზრე არ აქვს, ამას ყველა ვნახავთ. მე თავს შევეკავებ იმითი რომ ზუსტი ანალიზი გავაკეთო მომავლის, ეს ძალიან რთული რამეა. ჩემი აზრით პრემიერის სურვილი რომ პოლიტიკიდან წავიდეს გამომდინარეობს იქიდან რომ ის არ არის პოლიტიკოსი, ის არის ბიზნესმენი და ის იქცევა როგორც ბიზნესმენი. ეს ფაქტი რომ ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს ის ელაპარაკებოდა როგორც დასჯილ მოწაფეებს, მეტყველებს იმაზე რომ ეს იყო ბიზნესმენის პრესკონფერენცია, ეს არ იყო პოლიტიკოსის პრესკონფერენცია. ის ექცევა ამ ხალხს როგორც დაქირავებულ ხალხს. ანალოგიურად მეტყველებს ის ჟურნალისტებთანაც. ის მიჩვეულია ვერტიკალურ მართვას, როგორც ეს არის კორპორაციებში, როგორც ეს არის ბიზნესში და მას არ ესმის რომ ამის გაკეთება პოლიტიკაში არ შეიძლება. შეიძლება არც იწუხებს თავს რომ ასე გააკეთოს, იმიტომ რომ ის ბიზნესმენია, რეალურად არ არის პოლიტიკოსი, არანაირი ინსტინქტები არ აქვს პოლიტიკოსის, მას უნდა ჩემი აზრით 7 ცხოვრება პოლიტიკისგანაც მათ შორის, ამაში არაფერი უცნაური და დასაძრახი არ არის, მაგრამ ინსტინქტები, რომელიც პოლიტიკოს უნდა კონდეს და რომელიც შეაკავებდა მას ბევრი შეცდომის დაშვებისგან ჩვენ პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია, იმიტომ რომ ვიმეორებ ის არის ბიზნესმენი და ძალიან დიდარი ბიზნესმენი. მას შეუძლია დღეს ქუდი დაიხუროს და წავიდეს ნებისმიერ წერტილში მსოფლიოში გამომდინარე მისი კაპიტალიდან და საერთოდ აღარ გაიხედოს პოლიტიკისკენ. ესეთი ასე ვთქვათ, სათადარიგო აეროდრომი ბჭყალებში არც ერთ პოლიტიკოს არ აქვს. ამიტომ ისინი ყოველთვის რეალობას ითვალისწინებენ. ამ კაცს ფუფუნება აქვს რომ არ გაითვალისწინოს რეალობა და აქედან გამომდინარეა ის ტონი, ის კილოკავი, რომელთაც ის ხშირად მეტყველებს და აღიზიანებს თქვათ ბევრ ადამიანს. ნუ ნორმალურია, ადეიშვილი მართლაც ნიჭიერი კაცი იყო და არის, იმედია, თუმცა მე არ ვითვალისწინებ მის გადაწყვეტილებას რომ ის არ არის საქართველოში, ეს არ არის სწორი ჩემი აზრით. იც უნდა დარჩენილიყო აქ და მაქსიმალურად თვალებს შეეხედა რეალობისთვის და კაცურად დამდგარიყო განსაცდელის წინაშე. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. არ ვიცი მე სად არის, ის ვიცი რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდი ქონდა და დიდი ხანი უნდა წასვლა. ეს არის ოფიციალური ვერსია, სხვა მე არ ვიცი, არ მაქვს მასთან კავშირი, მაგრამ ის რომ მისი ნიჭი მოიწონა ვიღაცამ, მათ შორის ივანიშვილმა, ეს არ მიგვერს. არ მიგვერს, იმიტომ რომ ეს ნიჭიერი კაცია, ნამდვილად იყო შექმნა კარგი მენეჯმენტის სისტემა იქა და ამაში გასაოცარი არაფერი არ არის. მე ვერ ვეტყვი, ჩემ მაგივრად ძალიან გთხოვთ, ნუ გააკეთებ პერიფრას ჩემი სიტყვების, მე ვამბობ რომ მე არ მომეწონა არც ერთი მინისტრის გადაწყვეტილება არჩევნების მერე ქვეყნიდან წასვლისა. ორი მათგანი დაბრუნდა, ერთი მათგანი ახლა დაბრუნებულებიდან ახალაერს გულისხმობ განსასჯელია და ის სწორედ მოიქცა რომ დაბრუნდა და ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას ესეთი გარემო რომ არავის მთავრობიდან წასვლის მერე ქვეყნის დატოვება არ დაჭირდეს. ეს არის ელემენტარული დემოკრატიული სტანდარტი. და აქეთ აშკარად მიდის ჩვენი ქვეყანა და ეს კარგი რაღაცაა.